საქართველოს კორუფციასთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელმა ბაღების მონიტორინგი დაიწყო. მერაბ ღოღობერიძის თქმით, მოწმდება ბაღების სანიტარული მდგომარეობა და პედაგოგთა კვალიფიკაცია. მონიტორინგის მიზანს მისივე განმარტებით აღზრდის პროცესის ხარისხის ამაღლება წარმოადგენს. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მოინახულა კვების ბლოკი, სანიტარული კვანძები და გაესაუბრა აღმზრდელებს. მერაბ ღოღობერიძე დაფიქსირებული ხარვეზების გადაცემას ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციისთვის გეგმავს. ჩვენი ორგანიზაციები ქალაქ ბათუმის მასშტაბით მოივლის და არა მარტო ქალაქ ბათუმს, მთელი აჭარის მასშტაბით მოივლის და ნახავთ სიტუაციას თუ გაეცნობა რა მდგომარეობა არის. ჩვენ ვიმართავთ ბაღების გაერთიანებას ქალაქ ბათუმის დალიფუტკალის საქმეში პირველ რიგში ქალაქ ბათუმში, რათა ჩვენ შეიქმნას კომისია არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, გადაიხედოს ის ძველი კადრები, რომლებიც არის შენიშვნები მშობლების მხრიდან, როგორც მე ერთ-ერთი მშობელი ვარ, რომელიც ჩვენი ინფორმაციით არის ზოგი არაკვალიფიციური. რაც შეეხება შენიშვნას არ დაფიქსირებულა, როგორც თვითონ აღნიშნა ეხლა ხანს რომ აუცილებლად შეისწავლის მზათა ვარ თანამშრომლობისთვის მივესალმები ამ მობილურ ჯგუფს, რადგანაც ის კითხვები, რომელიც საბავშვო ბაღის ირგვლივ არაერთხელ დასმულა, პასუხგაუცემელია დღემდე. თუ შეიქმნება ესეთი მობილური ჯგუფები და ასახავს საბავშვო ბაღის შიდა სამზარეულოს, ჩემი მხრიდან არანაირი წინააღმდეგობა არ ექნება.